მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს პირველზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. დელფოსის რიგით მე-11 ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. უსაფრთხოება როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი, გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოების საკითხი და ენერგეტიკა წლევანდელი ფორუმის მთავარი მსჯელობის საგანია. მაკა ბოჭორიშვილმა სამუშაო სესიის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ განუმარტა თუ როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მათ შორის უსაფრთხოების კონცეფციის მიმართულებით. პანელურ დისკუსიაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ლიდერები, ევროსტრუქტურების ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლები. სესიის დაწყებამდე კომუნიკაცია შედგა მაკა ბოჭორიშვილსა და ევროკომისარ მარტა კოსს შორის. ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები, რადგან ჩვენ საერთო საჭიროებები და უსაფრთხოების საერთო ინტერესები გაგვაჩნია. თუ გადავხედავთ 2008 წელს და მანამდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ცხადი ხდება, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განიხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს. უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი. სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ურთულესი გეოპოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, მათზე არაერთი თავდასხმის ფონზე. ასევე მოვახერხეთ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. გაფართოება არის გეოპოლიტიკური პროცესი და აუცილებელია. ის არ უნდა იქცეს ვიწრო ბიუროკრატიული მიდგომების მსხვერპლად, რადგან ამ შემთხვევაში ზიანდება მისი მთავარი იდეა. გაფართოება არ წარმოადგენს თვითმიზანს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ უფრო მნიშვნელოვანის მისაღწევად, რაც არის საერთო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის არჩევანია. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა მტკიცეა, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. ვაშინგტონის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონით ტრამპის მარშრუტი და შუა დერეფანი, სადაც ერთ-ერთ საკვანძო როლს საქართველო თამაშობს. ამ თემებზე ევრონიუსის სტატიას აქვეყნებს. გამოცემა სრულად მიმოიხილავს აზერბაიჯანის შესაძლებლობებს ენერგო უსაფრთხოების კუთხით, ამ შესაძლებლობების რეალიზაციის პროცესში კი საქართველოს როლს. სტატიაში წერია, რომ ტრამპის მარშრუტი ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, შტატების ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის საერთაშორისო მარშრუტის დერეფანზე მოლაპარაკებები დაასრულა და ახლა საკვანძო პროექტების განხორციელებას იწყებენ. სტატიაში საუბარი ასევე ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე. ხაზგასმული ასევე ის, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ავითარებენ სამწვანე ენერგიის დერეფანს, რათა განახლებადი ენერგია ევროპაში მიიტანონ. ეს ინიციატივა კი 2022 წელს ბუქარესტში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმების ფარგლებში დაიწყო აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით. TRIP წარმოადგენს 42 კილომეტრიან სარკინიგზო და საავტომობილო დერეფანს სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გაფორმებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დეკლარაციის ფარგლებში 2025 წლის აგვისტოში უშუამდგომლა. ის წარმოადგენს სამხრეთ კავკასიურ რგოლს უფრო ფართო შუა დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი და ევროპასთან, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
აკავშირებს. თრიფ დერეფანში აზერბაიჯანის ცენტრალური როლი შემთხვევითი არ არის. ქვეყანამ 2 წლეულის განმავლობაში შექმნა მილსადენების ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელმაც იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ენერგეტიკულ პარტნიორად აქცია. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი კასპიის ენერგორესურსებს პირდაპირ თურქეთსა და ევროპასთან აკავშირებს, რუსეთისა და ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ევროკავშირი და აზერბაიჯანი ასევე ავითარებენ სამ მწვანე ენერგიის დერეფანს, რათა განახლებადი ენერგია ევროპაში მიიტანონ. ეს ინიციატივა 2022 წელს ბუქარესტში გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში დაიწყო, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით. ეს დერეფნები კასპია, შავი ზღვა, ევროპის მარშრუტი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ევროპის მარშრუტი და ცენტრალური აზია, აზერბაიჯანი, ევროპის კავშირი. მიზნად ისახავს განახლებადი ელექტროენერგიის ფართომასშტაბიან ვაჭრობას. პოლიტიკური დემარში, შანტაჟი და მუქარასე აფასებს სახელმწიფო გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც პაվել ჰერჩინსკი ქართულ ხალხს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვებისა და კორუფციის ბნელ დროში დაბრუნებით ემუქრება. სახელმწიფო პარტიის თქმით, პაվել ჰერჩინსკიმ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს და თქვას თუ რის საფუძველზე გააკეთა მან განცხადება, სადაც სამოქალაქო ომზე საუბრობდა. საზოგადოებას თელ საქართველოს ემუქრება ადამიანი მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არსებობს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც აგერ ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება რამე ისეთი იცის, რომელიც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია უნდა დაიბარონ, რასაკვირველია ეს არის პოლიტიკური დემარშიც არის და ამასთანავე ფიქრობ საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას ჰერჩინსკი. ეს იყო ყოველ ზღვარს გადასული განცხადება, იმიტომ რომ სამოქალაქო ომზე დაიწყო საუბარი. ეს არ არის მშვიდობიანი დამხობა და თქვათ რაღაცა ბლოკირება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ამ თემაზე ლაპარაკი. პირდაპირ სიტყვა ომი ახსენა სამოქალაქო. ეს არის ყოველად დაუშვებელი, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთი ტიპის შანტაჟს და მუქარას ავრცელებენ საქართველოს მოსახლეობაში. ერთი რამ მიცოდნენ, ეს ყველაფერი მომდინარეობს მათი ხელმძღვანელობიდან, ვინც ამ დირექტივებს იძლევა, ისინი ქართულ ხალხს არ იცნობენ. ჩვენ ასეთი მუქარების დროს მთელი ერი ერთად უფრო ვიკვრებით, ვიდრე ვიშლებთ. როდესაც ჩვენ ომით გვემუქრებიან, სისხლის ზღვრით გვემუქრებიან, უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანების კი შეიძლება ერთად დადგნენ. დაშლის პირას მყოფი სააკაშვილი, ბოკერია გვარემიას ალიანსის წევრები ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ დიპლომატს კომენტარი არ გაუკეთებია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ ალიანსი აღარ დაიშლება. ისინი მიხეილ სააკაშვილის გარკვეული ულტიმატუმს უყენებენ და მისგან ალიანსის შეთანხმების პირობების შესრულებას მოითხოვენ. ოპოზიციის წარმომადგენლების ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. კანონმდებლები ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს მხარდაჭერა მოიპოვოს, რომ ქვეყანაში ექსტრემიზმი არ ჩაქრეს. ჩვენ ვართ შემდეგ ადგილას, რომ შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ. და ნუ გაჩუმდება, შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს. ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება. რა ხდება ალიანსში? ალიანსი არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე. იყო კამათი, ამას რა თქმა უნდა ვერ უარყოფ. მე ბევრჯერ მithქვამს, ეხლაც ვიტყვი. არავის არ ეგონა, როცა ეს ალიანსი კეთდებოდა, რომ ცხოვრება იქნებოდა მარტივი. ბუნებრივია. სხვა შორის იმასაც ვიტყვი, რომ 2024 წელს გაერთიანება თუ ვერ შედგა, მათ შორის იმის გამო ვერ შედგა, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებები თუ კამათების შესაძლოა დამთავრებული იყოს საარჩევნო კოლაფსით. ახლა ეს მხოლოდ ალიანსის ფარგლებში მიმდინარე კამათია, რომელიც როგორც ალიანს, მე ვფიქრობ, დიდად არ გვაზიანებს, მაგრამ როგორც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიაში ძალიან სერიოზულად აგვაზიანებდა. ბრიტანეთის ელჩმა ძალიან კარგად იცის მათი ხედვა და ახალი მისთვის არაფერი არ არის. არის გარკვეული ინტერესები, რომელიც დიდ ბრიტანეთსაც გააჩნია და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებსაც გააჩნია და ევროსტრუქტურას რეალურად. აი ამ კოორდინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბარი, თორე ის რომ ბრიტანეთის ელჩისთვის რაიმე ახალი იყოს იმაში თუ რას წარმოადგენს ურა ჯაფარიძის ან
არ ვიცი ნებისმიერი მათგანის ან გვარამიას ან ბოკუჩავას პოზიცია ეს მისთვის ახალი არ არის. უბრალოდ კიდევ ერთხელ არის მოთხოვნა იმისა, რომ მეტი იყოს მხარდაჭერა შეაგულიანონ ახალგაზრდების საზოგადოება იმისათვის, რომ ეს ექსტრემიზმის ცეცხლი არ ჩაქრეს. ძირითადად ამ თემაზე მიმდინარეობს როგორც წესი ლაპარაკი უცხოელ წარმომადგენლებთან და შედეგიც არ დააყოვნებს ხოლმე ან განცხადება გაისმის იქიდან ან თანხის მობილიზებაზეა ლაპარაკი მარტო ბრიტანეთზე არ ვამბობ ან ჩამოდიან მაღალჩინოსნები ის მიხაილ როთი, როთისნაირი ტიპები, რომელიც აგინებენ ეკლესიას წარსულ საწყოს და მომავალს და კულტურულ მემკვიდრეობას, რასაც ტაშით ხდებიან ესენი. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბენ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი, რომ მთელი ეს თანხები მარტაკოსი რო შეფირდა გზებს ვიპოვითო, შავად გამოვაგზავნითო, ვისთან მივა და ამას სარკვევენ ერთმანეთში. არ გეგონოთ რაღაც მაღალ მატერიებზე და სამშობლოს მომავალზე ფიქრობენ, ან რაღაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ამას თუ კიდევ ვიღაც ვერ ხდება ახლა საქართველოში, კარგად ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლო ჯაშუშობაში ბრალდებული სამი პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ორ მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ჯაშუშობაში მხილებული კიდევ ერთი პირისთვის კი პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით საკუთარი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ბრალის ამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლომ დამნაშავეცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ამასთან ჯოაშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონებაც ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბაწყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი. ექს-მინისტრის გარდა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტებზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს. რაც შეეხება თავდაცვის უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10,000 ლარიანი ჯარიმა და 1 წლის თანამდებობის დაკავების აკრძალვა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,880,786 ლარის ოდენობის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ასევე ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მეუღლესთან ერთად ესპანეთში 554,000 ევროდ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სახლით შეიძინა. თანხის უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,593,212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა. სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა, ვასილ მხეიძე დამნაშავეცნო წარდგენილ ბრალდებაში და ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ხოლო გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ესპანეთში მალაგას პროვინციაში, ესტეფონას მუნიციპალიტეტში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, თბილისში ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის განხილვის მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს. საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და საფუძვლად საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 პირი, მათგან ერთი პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო მეორე საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის ტერიტორიაზე დააგავა. ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამოღებულია ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისა სპეციალური სკანერის საშუალებით მალულად მოთავსებული 257 აბის სუბოქსინი. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ბათუმში უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს. სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ-მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ცივი იარაღის გამოყენებით პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავა. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და საფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტებს 30,000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ძალადობის გამოყენებით ასევე გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობისა და გამოძალვის ფაქტის ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად ყოფნისას ერთ ტვის და მის მეუღლის ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა. დაკავებულმა განზრახვა სისხლში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ნივთმტკიცება დამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლება სანტუეძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხთხილაგანში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ სახერხი საამქრო გამოავლინეს. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია თხმელას სახეობის 2 ერთეული მორი და 9 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აგრძელებს ბრაკონიერობასთან ბრძოლას. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა უკანონო ტყით სარგებლობის 500-მდე ფაქტი. აქედან იმერეთის რეგიონში 50-ზე მეტი ფაქტი. ბუნებრივი რესურსების დასაცავად დეპარტამენტი მომავალშიც გაატარებს მკაცრ კონტროლს და ყველა შემთხვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე 9 სტიპენდიას შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს საჩუქრად ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობები გადასცა. შეხვედრაზე ისაუბრეს უმოპოვებული სტიპენდიის შედეგად მიღებულ დამატებით შესაძლებლობებზე, ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები, რომლებიც განათლების მიმართულებით და დევნილ სტუდენტთა მხარდასაჭერად განხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობამ დევნილ სტუდენტებს 221 სტუდენტს გადასცა სტიპენდიები, ამათგან 9 ყველაზე წარმატებულ სტუდენტს დღეს შევხვდით მინისტრთან ერთად, გავიარეთ სხვადასხვა საჭიროებები, ვისაუბრეთ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია დევნილ ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მეტად იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, ჩართულები იმ სამშვიდობო პროცესში, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და აფხაზეთში დაბრუნებას. განვიხილეთ საჭიროებები, ასე ვთქვათ, შემდეგში დაგეგმილი სხვადასხვა პროგრამები და აღონისძიებებსაც გავეცანით. ბუნებრივია ძალიან მოხარული ვარ და ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ გავხდი წარმატებული ახალგაზრდების ხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიად და უფრო მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად არსებობს ესეთი პროგრამა, რომელიც ასე ვთქვათ, წაახალისებს ახალგაზრდებს და მე სტიმულს მისცემს იმისთვის, რომ ისწავლონ, იშრომონ და რაც თავარია ამ შრომით და ამ განათლებით შემდეგ უკვე ემსახურონ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს აფხაზეთს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების ისტორიაზე, ამორჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე. შეხვედრა ცესკოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას იმ ყველა აქტუალური და მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხის შესახებ, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ამ შემთხვევაში ვიმყოფებით რუსთავში და რა თქმა უნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაგრძელდება შეხვედრები და მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთის მხრივ ხელშეუწყობთ ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდების მოტივირებას მეტად იყვნენ საარჩევნო პროცესებში წარმოდგენილები და ამ პროგრამის ფარგლებში ცესკომ გამართა რუსთავში ახალგაზრდულ სასახლეში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა, სადაც მათ მიეწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და დეზინფორმაციის გავლენის თაობაზე. ეს შეხვედრა გახდა ძალზედ საინტერესო და მრავალფეროვანი. ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა არჩევნებს, დეზინფორმაციას და სხვა მრავალფეროვან თემებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ თითოეულმა ახალგაზრდა უნდა იცოდეს. კულტურის მინისტრი დოკუმენტური ფილმის ფოფოდიას შვილების პრემიერას დაესწრო. ფილმი თამარ მეფის სახელობის სკოლა გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების შესახებ მოგვითხრობს და საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი ახალგაზრდების ყოველდღიურობას და მათ ურთიერთობას ასახავს. ფოფოდიას შვილების საერთაშორისო პრემია საფრანგეთში გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალზე რელიგია დღეს წარმომადგენლობითი ჯილდოც მიიღო. ეკრანული ნამუშევარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის კონტრპროდუქციას წარმოადგენს და შექმნილია პარიზის რეგიონული ფონდის მხარდაჭერით. ქართველი მაყურებელი ფოფოდიას შვილებს უახლოეს კვირებში იხილავს. ფილმის ავტორი და რეჟისორი სოფიო ბაბლუანი, პროდიუსერი კი გელა ბაბლუანია. საოცარი ფილმი ვნახეთ სოფო ბაბლუანის მადლიერი ვარ ამ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის, რაც ეკრანიდან მოდიოდა, იმიტომ რომ ნამდვილად ადამიანობის და ყველაფერი საუკეთესოს გადმოცემა ეცა და მე მგონი გამოუვიდა. მართლა დაალოცოს ეს ახალგაზრდები, სწორ სიკეთით, სიყვარულით სავსე გზაზე ატაროს და ღმერთი შეაძლებინებთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენთან ერთად ბევრი შრომით იქნება კიდევ უფრო ლამაზი და არაჩვეულებრივი. როდესაც მეფე თამარის პანსიონში მივედი პირველად, არ ვაპირებდი ფილმის გადაღებას, მაგრამ განწყობა ისეთი იყო და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებში ერთმანეთთან ის დინამიკა განსხვავებული რელიგიების მიუხედავად და ინტერესი სწორედ ერთმანეთის მიმართ ამ სხვაობიდან გამომდინარე, ალბათ ეს იყო ის ადამიანური დამოკიდებულება, რამაც გამოიწვია ჩემში სურვილი ფილმი გადამეღო. ეს ფილმი გახლავთ ორი სარწმუნოების ადამიანთა ურთიერთსიყვარულზე, მეგობრობაზე. ეს არის მთელი ისტორია, რომელიც მაგალითს აძლევს თითქმის ყველას, რომ აი როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოებისა. ჩვენთვის ყოველთვის, როგორც ქართველებისთვის, პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცა ჩვენი ქვეყანა როგორ მიიღებს ამას, ჩვენი ხალხი როგორ მიიღებს ამას და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ქართველებს
საქართველოში ფილმის ჩვენება და ქართველების აზრი ფილმთან დაკავშირებით. ეს ფილმი არის სიყვარულზე, ადამიანობაზე, მიტევებაზე, შენდობაზე. ეს ყაბალო ინფორმაცია პრილზე ერთმანეთს უბრალოდ 4-ზე შევხვდებით დროებით.